მოგესალმებით ილაფრიდობის ყველას. დღეს მოიწყო ლიცენზირებული ნადირობა გოლმისში, დაწებულ ცხოველზე. ორ მორეკოს ვაკეთებთ ერთად. რაც საერთოდ თქვენთან არ დავიწყებ უსაფრთხოებაზე საუბარს, თუმცა ყველა მონადირე ვზანდებით აქ. რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ ნომერში ჩაიწყობა. ძალიან ვთხოვთ რაციას რაც შეეხება რა, ხა ან ნაუშნიკებით ვიყოთ, ზუსტასმენებით. ან უბრალოდ ძალიან მაქსიმალურზე გქონდეთ. არ დავფრთხილებ, მართლა ფიზიკურად ძალიან შორიდან ტრიალდება. დავფრთხილებული არის რა. გამოიხშირა უკვე საკმაოდ. ეხლა განახანია ეს მორიკო ჩვენ არ გავუკეთებია და დღეს ვაკეთებ და იმედი გვაქვს რომ ნადირი იქნება შესული. ეხლა რა ხდება? დაგაყენებთ სულ ნომერში. როგორც კი სარკი გავუვა, ჩემი თხოვნა იქნება რომ ძაღლები გვერდზე მხარეს, აქეთ მხარეში აღარ გადაუშვათ და რავენაირად ან თოკით ან კამრები მართლა მარანის თქვის არ იყოს, მოვიხსნათ და დავიჭიროთ რა. აგრესიულები ხარ არის? არაფერი, ორი რუსული მდევარი ყავს, შეხედეთ, ვინც არ იცით, კარგი მადევრები არიან, ხედავთ თავის საქმეს გააკეთებენ. როგორც კი პირველი მორეკვა გავუვა, ნადირი, რაც არ უნდა იყოს, ავიყვანეთ ნადირი. დავდოთ ის ნადირი რომ დაფიქსირდეთ შემდგომში რომ მონადირებულია და შემდგომში გადავდივართ უკვე გვერდზე მარცხენა მხარეს აქ ვაკეთებთ. ისევ მე დაგაყენეთ, მაგრამ ვინც ქვევით დარჩებით ნომრებში. გამოვიდა ხო, დავიძახე ან ტელეფონზე დაგირეკეთ რომელიც გახართ, ამოდიხართ მე ლოკაციას განახეთ, რომ შემდგომში უკვე ვიხით. გადავდივართ მეორე მორეკოს ვაკეთებთ იქით მხარეში. უბრალოდ აი ეს მაიმუნი ძაღლი რო არის, აი ესა. ამან ბოლო პერიოდში ქურდობა ისწავლა. მოდის მოკიდეს პირს ამ ხელად პურას მიათრევს და შეაქვს ჯაგებში. მოკლედ ამას არ გაატანოთ ეს რა. ხوارა მარხავს კიდე ჩვენ გასაკეთებს. გონი მაგასაც აკეთებს და ერთი ეგარი თუ მოგყარა, რამოდენიმეჯერ უკვე მომყარა რა. იცის რომ მაგაზე ლაფარვი. ნუ მოკლედ მოკლედ წარმატებულ ნადირობას გისურვებთ. ასე ის ხარი გვაქვს ძალიან ცუდი არის ეს მორეკვისთვის ნადირი გზნობს ამ ყველაფერს და თუ ძაღლის დევნაში არ იყოს ჩუმად გამოპარული შეიძლება არც გამოგივიდეს, იმიტომ რომ შორიდანვე იგზნობს. იმედია თავი ჩადგება ახლა ან მიმართულება შეიცვლის. სტაფილოსფერს რაც შეეხება, აი ხედავთ რომ უმეტესობა სტაფილოსფერი გვაქვს აუცილებელია. და მინდა რომ ეს სტერეოტიპი დაინგრეს, რომ ორ მონადირეს გონია რომ ნადირი ფერს აღიქვას. ნადირი ფერს არ აღიქვას. შავ-თეთრად ხედავს, ხო კიდე სტაფილოსფერი გესვეს. გინ ყვითელი. საკმაოდ ბევრი ვართ და ახლო ნომრებავს, საჩერვით გიორგი დგას, გიორგის მერე ლადო, მერე მარლენი და ასე შემდეგ ბიჭები თელ პერიმეტრზე დგანენ. ვით ახლა 4 ადამიანი ჩავიდა. ორ სიკეთკენ დაზღვევაზე არის ორი დასვლა. თუ რაღაცა არის ახლა აქ ყველა ვარიანტში გამოვა უკვე სასრულ არეალში იქნება, მთავარია ბიჭები არა აცილონ. ახლა კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო სტაფილოსფერის მნიშვნელობა. აი ახლა შეხედეთ რა კარგად ჩანს. აი გიორგი შეხედეთ აი სადაც დგას. აი სტაფილოსფერის სწავლობით უკვე შემიძლია ამ ბუჩქებში კარგად გავარჩიო ადამიანი სადღაც. ჩვენი სროლის არეალის უკვე ცნობილია, საითკენ შეგვიძლია სროლა და საითკენ არა. იმედია დღეს კარგ დევნას მოვისმენთ. ორივე ძაღლი ძალიან კარგი ყავს, ორი რუსული მდევარი ყავს და
კარგად მუშაობენ, მით უმეტეს წყულში ძალიან კარგად არტბებენ თავს და მედია დღეს ნადის არ დაგვიტოვებენ, ყველას ნომრებში გამოუშვებენ. ძალიან ბევრი ტურა ყავს აქ ნანახი, ბევრიც გამოხშირებული, მაგრამ და ძაბრი არის ივსება და ივსება. ეს იმას არ ნიშნავს, თუ ამ მორიკვაში ახლა ტურა არ გამოვიდა, რომ გვერდზე მორიკვაში არ იყოს. ტურა მეგრირებს და უბრალოდ გარკვეულ ლოკაციას იცვლის, სადაც ბუდობისთვის და აი როგორც აღვნიშნე რა ეგრე არის არეალი იცვლის, შეიძლება ეხლა დღეს არ კონდეს აი აღარ ჩაწვეს და ჩაწვეს უკვე გვერდზე მხარეში და სადაც უფრო მეტი სიმაგრე აქვს და სიწყნარე. აი ესეც ხდება რა. სიცარიელე იყო აბსოლუტურად. გიო ზაღლები თუ ამოვიდნენ დაიჭირე არ გაუშვა რა. აგერ არიან. და ეხლა მეორე მორეკვას გავაკეთებ. ბაბუ მოიხსენით და დაიძარით ზევითკე რომ მეორე მორეკვა გავაკეთოთ რა გვერდზე. მეორე მორეკვა დავიწყეთ ახლა, ნომრებში გავრაძლდით, მთლიანი პერიმეტრი ჩაკეტილი გვაქვს. შუა ზოლი მე დავიჭირე. სარეკი დაიწყებს უკვე, წამოვა ბატონი ლევანი. ახლა ლევანი დამირეკა, რომ ტურა დავინახე, როგორ შემოწიალდაო ტყეში შემოვარდაო უკავდა. სხვა გზა აღარ აქვს, ქვევით სოფელში არ გაიქცევა. ზევით კიდე მთლიანი პერიმეტრი ჩაკეტილია და ქვევით კიდე რამოდენიმე ხევი არის და იქაც კი კაცი გვგენია რომ თუ რამე არო გადავიდე. აი, ძაღლები დასდებენ უკვე. და გაიდევდა. ზევით დავსაქსები აგერ ადგილი. მაგრამ მოყავთ. ის როის ნომერმა ის რა. მითხარ ეგედა, ეგ გამოირბინა და გადავიდე. აი მაშინ აგერ ხმამის და რო გადიოდა. და დავიდა ნომერში ლადო მისროლა. გაისროლები არის. გავიცეთ, წავიდა. ქვევიდან გავიდა. აი სად გადაიჭი, ხედა? გაიდევნა იყო. სამა ნომერმა ისროლა. ლევანი კომ დამირეკა. აი პირველი გასროლები რო გავიგეთ. ტურას ესროლა. აი ტურა იყო სავარაუდოდ უკვე ზაღლები რომელსაც მოსდევდნენ და პირველ მორეკვაში გადაიყვანა. მე დაველოდოთ მაინც სარეკი ბოლომდე გამოვიდეს, იქნებ კიდე რამე ხმაურზე ამდღარი ნადირიც გამოიპაროს. სარეკი კარგად მოდის. მეჩახლევანის ამ ბუტკნარში ამ ეკალბარჩი სიარული აღმოთრთული არის და ოქროს ბიჭი არა ლევანი რა. გულიანად აკეთებს ყველაფერს, ამიტომაც ძალიან მიყვარს ეგ ბიჭი რა. არის სარეკი რო კეთდება, გული თუ არ გაგეც და ძალიან რთულიანად ის გამოვა. შევხედოთ თუ არა და მესამე მორეკვას გავაკეთებთ. იყო ეხლა ამ მორეკვაში რამოდენიმე გამოვიდა. როგორც იცი, ერთი აიღეს, კიდე რამოდენიმე ნომერში სროლა იყო, სარეკმა სისროლა. გავიგებთ აწესებით რო ვთ, მირეკნა შედეგიანობას დავინახოთ. იმედი არა აცილდნენ. მე იმ დაური არ აცდებათ.
ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა მითხრა რომ ინდაური აღარ არის საკმარისი უაზეო გოჭი მოითხოვე. დინა უფრო დაქვები ბოლად იქ მაგრამ დინა ეს არის დრონი ჟილეტია პირველით მოვაბრუნე, მაგრამ დავინახე გიყურეს ზოდა ბოლოს რა დამეძახნა რომ მეთქი ფეხში ადგამეთ და აგრას აი მიდიოდა. ნო, იმინა ადგა და უკანა ფეხებზე წევდა. აი ესე ეგდო. მე დავრჩი ახლა დასადგომი. მესამე მორეკვას ვაკეთებთ. როგორც გადაცემის დაწყების წინ აღნიშნე, თავში უკეთებთ. არეალ სისხლის ტურა ამ პერიოდში. თვაზე თუ დეკემბერში იანვარში ბევრი გვხვდება. უკვე გაზაფხულის პერიოდში ხშირად არეალ სისხლის და მეგრიდებს. სასროლი ძალიან სუდი გვაქვს, ფუძკნარიანი ადგილია, მხედველობა არა გვაქვს. მაგრამ ისეთი ნომერია რომ ყველა ვარიანტში უნდა დავდგეთ. აქ ტრიალდება ხშირად და უკან მირბის ხოლმე. სხვარია დიდი რაოდენობით აქ. არ არის გამორიცხული რომ გელის გამოვიდეს. შევხედოთ. როგორი მუშა ბილიკი არის. როგორ შეგვიძლია რომ მუშა არის და ნადის აქვს ხშირად დამოძრავები. აი ბოლოს ბალახი არის დაწვენილი, ხედავთ? აი ბალახები არის დაწვენილი სულ. აი კიდე აქვს გამოსასვლელი. ეს არის უკვე რომ ნადირი ამ ბილიკზე მოძრაობს. და შეგვიძლია აქ ჩუმად გაუჭერდეთ. უბრალოდ სასროლი გვაქვს ძალიან პატარა არეალი. რაც შეიძლება ჩუმად უნდა ვიყო. სმენა არც თუ ისე კარგი გვაქვს, ვიდრე ძირითადად ხომ. როცა დევნაში არ არის ნადირი, უსმენთ ხმას. პატარა ფოთლის ხმაზე, ტოტის გატეხვაზე რეაგირება უნდა ქონდეს ყოველთვის. ამიტომ მონადირი რო დგება ნომერში, ეს მარტო ის არ არის, რომ ჩუმად იყოს, ასევე უნდა უსმინოს კარგი. ხშირ შემთხვევაში ისე გაგვიყანება ამ წვრილიანში, რომ შეიძლება ვერც დავინახოთ, ასე რომ უყურადღებით უნდა ვიყოთ. აი, გავიდეთ. აგიხან გავიდეთ. გადმესროლა ახლა ტურა. როგორც თქვა, მოხვდაო პირველი ორიო და შეიძლება სადმე ჩაწოს ნახოთ მე, მაგრამ ძაღლების დევნა არის, ახლა სავარაუდოდ უკვე ტურას დასდებენ. რო გავმული დევნა არის, არ გაჩერებულა უკვე და ორი წელი გააკეთებინა. შევხედოთ რა იქნება. მე ვიახლოვდება უკვე ხმა.
ძალიან ახლოში ყავდა მოვლანდე კიდეც ჭაგებში გაიარა წამის მიასეთში, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა სასროლზე. არა მოქვს პრობლემა თუ ხედავ სასროლს ვესრი ყოველთვის, მაგრამ წამის მიასეთი იყო და ლანდაც ჩანდა ნამდვილად რა. ბიჭებმა დაინახეს დიდი ტურა იყო აშკარად. მოზვინული ტურა ასე რა ითქვას. როგორც ბიჭებმა მითხრეს და რა ვიცი. ეხლა ლევანიკოს გამოასარე კიდან და გადავწყვეტ რა მეორე გავაკეთებთ თუ არა მეოთხე მორეკვას. მაგრამ თავარია ადრენალინი ქონდა, კარგი დევნა მოვისმინეთ და ნომრებმაც ისროლეს. რა ვიცი, შაკი გამოვიდა. ტურა ვნახეს, კურდღელიც ვნახე, ესე 20 მეტრაში მოვიდა და ის და თათი დამიქნია, მომესალმა და გავუშვით გამოვატარე. კარგი დევნა იყო ახლა. აი ხედავთ თქვენ, აი ფერზე აქეთკენ აღარ გადმოვიდა, აი თავზე გადაატარეს და 2 თუ 3 ხევით იქითკენ ჩაიყვანეს. არ ვიცი ახლა რა იყო, ტურა იყო, მელა იყო. რას დასდოდნენ, საერთოდ ტურა საკარჩევია ხოლმე რა, ძირითადად აი ამ ნომრებში გამოდის ხოლმე. აი ეს მთლიანი არეალი ახლა მოვრეკავი და ბჭო. აქ საყვები არის, იმაგრეები აქვს, აქ უნდა იყოს რა. ძაღლები თუ გადმოვიდნენ, ძაღლებს შემოუშვეს თუ არა და ლევანის თხოვე რომ მოვიდეთ გამოყოლულდა რომ თუ რამე ნადირი არის რომ ავაყენო და ნომერში გავიდეს. დღეს ცოტა ბედი არ უწყალობს. ეგრე არის ხოლმე ნადირობა ხალისი ახალას. სულ ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ ნადირია ხან გამოვა, ხანად გამოვა. ზოოპარკი არ არის რომ შეხვიდა და დაგოლიკოდეს რამე. ბაჭია. აი შედეგიც არის და თითქმის ყველა მორეკვაში ეს დალოსილი ცხოველიც გამოგვივიდა. ამასობაში რა ხდება? ერთი ტურა გამოხშირულია, მაგრამ ართული გამოხშირულად, იმიტომ რომ ძაღლებმა დაიჭირეს დაჭრილი და სულ სიცხლიანები არიან. და მეორე ტურა არის აი აქ შემოსული, აი ამ ხევში. იქითკენ უკან გასული აღარ დამინახავს. ხო და ეხა აი ლევანი მორეკვას გააკეთებს, რომ ბიჭები ეხა ქვევით რო დგანან უკვე იმედია რომ ბიჭებთან მაინც რომ ნომერში გავიდეს. აი აქ არის სადღაც შეწულილი, აღარ იგძრევა. მიყვარს გამონათქვამი, შედგა დღევანდელი ჩვენი ნადირობა. იმედი მქონდა რომ უფრო მეტი დავარდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს რაც იყო, დევნები მოვისმინეთ კარგი. და შედეგიანობაც ასე თუ ისე იყო. რა სიტყვით დღევანდელ დღეზე, გადაცემულო. მე იმას ვიტყვი რომ ჯერ პირველ რიგში გამარჯობათ და მოგესალმებით ნარტის ბლოგის მაყურებლებს უყურებს მოგესალმებით. მიხარია დღესაც მოხდა სხვათა შორის. ადრე მიხაროდა ბევრი კაცები როცა გამოიხშირებოდა ხოლმე და დღეს მიხარია რომ 3 სარეკი გაკეთდა ბაჟი მე 4. კურდღლები ბევრი ვნახე და არ ვიძახი რა ადგილას ავარ. შედეგი იმ შრომამ გამოიღო, რაცაც ამდენი ხანია ვეწევით რა. ამდენი რაოდენობა კაცშიც მოხდა მე მგონი კი, ლადო მივაშკაცა. ამდენი რაოდენობის კურდღელი რა ვიცი, კარგი ხანი არ მინახია და რა ვიცი, საქმე ისა რა ქვია, შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგიო და მე მგონი გამოვიდა ის რაც გვინდოდა და ტურა რო არ არის, ესეც ფაქტი არის. არ ტურა მაინც იყო სამწუხაროდ, ახლა ლევანი რამდენი ცალი ნახე შენ დღეს? სადღაცა 3 ტურამდე ვნახეთ რა.
აი ერთ სარეკში 8 წელს 8 წელი 9 წელი გამოდიოდა ხოლმე ძალიან შევამცირეთ მართლა მე და რა ვიცი ჩავდიოდით ყოველ კვირას თითქმის ძალიან ბევრი ტურა მოვიღეთ და შედეგიც დავდეთ და გვიხარია როცა გამოდივართ ის კურდღლის დანახვა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და ისიც დიდ სიამოვნებას მაინტერესებს რომ ძალიან პატარა ვიყავი 13-14 წლის რატის რომ ხურებდი ხოლმე ტელევიზორში და დღეს რას წარმოვიდგენდი რომ ესე ერთად ვინადირებდით და ვიდეოს გადავიღებდით და ერთად ვიქნებოდით ხოლმე ძალიან მოხარული ვარ და დღეს შვენიერი დღე შედგა და კიდევ ბევრი ბედნიერი და კარგი წარმატებული დღეები გვექნება აუცილებლად. მე კიდე ამასობაში დაგემშვიდობებით, დიდ მადლობას გადაგიხდით დღევანდელი დღისთვის, კარგი ჩვენც სარეკისთვის. მადლობა 4 უმაგრესი სარეკი გააკეთა, იმიტომ რომ ერთხელაც თქვი და კიდე ერთხელ გავიმეორე ყოველწლიურად რომ გულით აკეთებს ყველაფერს. აი სადაც არ უნდა წავიდეს სარეკში იქნება თუ ნომერს ყველაფერს გულით აკეთებს, მაგრამ ნომერში ეს კაცი არ მინახავს. ეხლა დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად